შემდგომი ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი ფრეგეს შემდგომ არის ბერტრან რასელი. ბერტრან რასელი არის თავისი დროის სუპერსტარი. ძალიან ცნობილი, კვიანი, არისტოკრატული, ჩიბუხის მოყვარული პიროვნება, რომელსაც ასე ვთქვათ, ყველა პატივს სცემს და ყველას უყვარს. რასელი იმით გამოირჩევა, ასევე მოგეხსენებათ, რომ მან არ დაწერა მხოლოდ ძალიან რთული ნაშრომები, არამედ მან დაწერა ისეთი ნაშრომები, როგორებიც არის რაღაც პრობლემები ფილოსოფიაში და რაღაც მისი ესეები და თუნდაც ქორწილის შესახებ რაღაც მისი ნაშრომი, რომელიც მოკლედ ძალიან მარტივად იკითხება რა. და შესაბამისად ის რაღაცა ორივე ფრონტზე იყო, აქით ფილოსოფიას წერდა, იქით ძალიან რთულ ფილოსოფიას. ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. მოკლედ, ფრეგეზე უკვე ვისაუბრეთ და ფრეგეს შემდგომ რასელი რო არ ვახსენოთ, ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ რასელს და ფრეგეს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ საერთოდ რა. წერდნენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, ხო? ხო და მოკლედ, რასელმა შემდგომში შემოგთავაზა აღწერილობათა თეორია. აღწერილობათა თეორია, ესეც არ არის რაღაცა ძალიან რთული, ეს ხო ყველაფერი საწყისები არის. აღწერილობათა თეორია მეთარგმნე ესე რა, theory of descriptions არის რა, შეიძლება რაღაც უფრო კარგი თარგმანიც არსებობდეს. მოკლედ, მის სტატიაში, რომელიც დენოტაციებს ეხება, ინგლისზე არის მოცემული, მაგრამ აქ რა მნიშვნელობა აქვს საფრანგეთზე დავწერთ თუ ინგლისზე, მოკლედ ესეთი ამბავია, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე მელოტია. ესეთი წინადადება არსებობს. ანუ საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე მელოტია, ამას თუ ჩვენ კლასიკურ ლოგიკურად განვიხილავთ რა, მაშინ ჩვენ მოგვიწევს თქვათ ამ წინადადებაზე, რომ საერთოდ ვერ შევაფასებთ ამ წინადადებას. არ გვექნება ჭეშმარიტების და მსთარობის კრიტერიუმის მიწერას პირდაპირ მნიშვნელობით ამაზე ვერ შევძლებთ იმის გამო, რომ საფრანგეთს ამჟამინდელი მეფე არ ყავს რა. და ეს წინადადება მთლიანად იქნება გამომართავი საბოლოო შემდგომ გამომართავ წინადადებად აღიარდება რა. მაგრამ რასელმა გააკეთა ეგეთი რაღაცა, რომ დესკრიფციების თეორიის მიხედვით საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე მელოტია უნდა გაანალიზდეს, მთლიანად ანალიზურად უნდა დაშალო, უნდა განიხილო როგორც ორი ერთმანეთზე განსხვავებული ინსტანცია, ამ შემთხვევაში შეიძლება საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე და შემდგომ მელოტია, ეს მელოტია მიეწერება ვის საფრანგეთის ამჟამინდელ მეფეს, მაგრამ საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე საერთოდ არ ყავს, შესაბამისად სანამ truth და false-ამდე საერთოდ მიხოლეციანდება, საერთოდ სანამ დასრულდება, იქამდე უკვე false არის თავისი პირველი ნაწილის გამო. მოგეხსენებათ, როგორც ხედავთ, ეს წინადადება სილოგიზმის საერთოდ არ არის, მაგრამ საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე მუშაობს წანამძღვრად იმისათვის, რომ შემდგომ მელოტია დაასკვნა. და შესაბამისად აქ წანამძღვრის პირდაპირ ელიმინაცია ხდება, ვარდება და ვეღარ იღებ მაგას. ამას თქვენც უკეთესად გაეცნობით, როდესაც აიგითხავთ ამაზე სტატიას, რომელიც ატვირთულია ჩემს დრაივზე. რასელის იგივენად მისდევს ლოგიციზმს და მან დაწერა პრინციპა მათემატიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია და მანდაც იგივე ხდება, რომ მათემატიკა მტკიცდება მთლიანად ლოგიკურად, ანუ ლოგიკიდან რო პირდაპირ შესაძლებელია მათემატიკაზე გადასვლა მაგას ამტკიცებს და ეს ფრეგესთან უკვე განვიხილეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ მხრივ, რომ ამ შემთხვევაში მათემატიკას ექნება საძირკველი ლოგიკაში და მათემატიკა არ იქნება განხილული როგორც უბრალოდ რაღაც, ანუ უბრალოდ ფსიქოლოგიური გამოგონება ან რაღაც მაგდაგვარი, რასაც ფრეგე და რასელი ორივე ერთად უპირისპირდებოდნენ, სხვათა შორის იყო ფსიქოლოგიზმი. ფსიქოლოგიზმი ამბობს იმას, რომ ფსიქოლოგიზმი მოკლედ ყველაფერს განიხილავს ფსიქოლოგიურად რა, მარტივად რო ვთქვათ. ანუ შესაძლებელია მათემატიკა განიხილოს როგორც ადამიანის გამოგონება. უბრალოდ. ლოგიციზმი ამას უპირისპირდება, როგორც ხედავთ, ლოგიციზმი ხო რას ამბობს რა? არის ლოგიკური პრინციპები, ამ ლოგიკური პრინციპებიდან პირდაპირ დერივირდება მათემატიკა. ანუ ლოგიკური პრინციპები თავში შეიცავს არითმეტიკას. ხო წარმოგიდგენთ ისე ამის ლოგიკურად გამოყვანა როგორი რთულია, როდესაც თვითონ ლოგიკაში შენ პირდაპირ მნიშვნელობით რაოდენობრივობა ჯერ არ გაქვს მოცემული. ამის გამო ხუმრობენ ხოლმე რასელზე, რომ რაღაცა 600-ზე მეტი გვერდი მიუძღვნა იმას, რომ 1 + 1 რო 2-ს უდრის, ეგ დაემტკიცებინა რა. და ეგრეც არის, ანუ მართლა ეგ გააკეთა რა. მაგრამ მაგას თავისი უფრო მეტად ფუნდამენტური მიზანი ჰქონდა, ვიდრე ის, რომ 1 + 1 რო 2-ს უდრის, ანუ just რო ეგ დაამტკიცო. მაგის არითმეტიკულ ამტკიცებას ხო არაფერი არ სჭირდება რა. უბრალოდ თავარი აქ ის იყო, რომ ლოგიკიდან მათემატიკა გამოსულიყო. ასევე რასელმა გვაჩუქა ლოგიკური ატომიზმი, რომ ეს არის ასე ვთქვათ შეხედულება, რომლის მიხედვითაც სამყარო შედგება დამოუკიდებელი ელემენტარული ლოგიკური ატომებისაგან. ანუ ეს არის ლოგიკური ატომები არის როგორი რაღაცები, ანუ მაგათად აღქმული ინფორმაცია, კონკრეტული სახის თვისება, რაც საგან შეიძლება კონდეს და მიმართების კანონზომიერება მაგალითად, ანუ არის ორი საგანი, ანუ არის ან სუბიექტი და ობიექტი, ამათ შორის არის მიმართება, მიმართებას აქვს კანონზომიერება და თვითონ მიმართებაც არის. შესაბამისად ეს არის ატომისტური რამ რა, ანუ ატომისტური იმ გაგებით, რომ ასე ვთქვათ, პატარა და ნაწილები არის ესენი, რისგანაც მე მთელი შედგება. და მოკლედ
ხო შედგება ლოგიკური ატომებისაგან და ასევე შედგება ატომური ფაქტებისაგან. და ანუ რასელი იმას გეუბნება, რომ როდესაც არის შედგენილი წინადადებები, ანუ რთული წინადადებები, ესენი არის მოლეკულური პროპოზიციები, რომლებიც აგებული ატომური წინადადებებისგან ლოგიკური კავშირების და ან უარყოფების საშუალებით. ანუ ყველაფერი არის ატომური, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კავშირები რაც არის და, ან და უარყოფა და ასე შემდგომ მსგავსი სახის კავშირები ესე ვთქვათ აყალიბებს, ანუ ესენია საშუალებები, რის მიხედვითაც შესაძლებელი რომ მიიღოს შემდგომში მსგავსი სახის რთულად აგებული წინადადებები რა. ასევე რასელმა შემოგთავაზა გაცნობითი ცოდნის და აღწერითი ცოდნის დაპირისპირება. გაცნობითი ცოდნა არის ეგრეთ წოდებული ფაქტობრივად რაღაც სახის conscious experience-ი, ზოგი დეფინიციის მიხედვით ქვალია, რაც არის ის, რომ შენ პირდაპირ ემპირიული შეხება გვაქვს ამ ყველაფერთან და მეორე არის აღწერითი ცოდნა. ამ დაპირისპირებასაც თქვენ გაეცნობით ფუნდამენტურად და მეორე შეხვედრაზე ამაზეც საკმაოდ ფუნდამენტურად ვისაუბრებთ, როცა მივალთ აქამდე რა. მთლიანი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ გაცნობითი ცოდნა ემყარება საბოლოო ჯამში სენსორულ მონაცემებს, აღქმას და პირდაპირ ემპირიული კავშირი გაქვს. აღწერითი ცოდნა არის კონკრეტული სახის პროპოზიციები. პროპოზიციებისგან შეუძლებელია მიიღო ის conscious experience, რასაც იღებ იმ დროს, როცა რაღაც მიმართება გაქვს გაცნობითი რა, ანუ რაღაც სახის გაცნობითი მიმართება გაქვს რაიმესთან. ეს იმიტომ არის შეუძლებელი, რომ აღწერითი ცოდნა არის რეფერირება ობიექტზე, ხოლო გაცნობითი ცოდნა არ არის რეფერირება ობიექტზე, გაცნობითი ცოდნა არის პირდაპირ ობიექტთან შეხვედრა. შემდეგი სლაიდი ბატონო ავთანდილ თუ შეიძლება. ხო, მოკლედ. ახლა სად დაუპირისპირდა, არა, დაპირისპირება სიტყვა არ მომწონს. მოდი ესე ვთქვათ, სად დაიჭირა რასელმა ფრეგე, ანუ რა შეცდომაში, ხო? ესე იგი, მოკლედ, ფრეგეს basic laws ჩვენ გავიცანით, ნახეთ, რომ ეს კანონი რას ნიშნავს და რას აჩვენებს. და როგორ აყალიბებს, ასე ვთქვათ, მოცემულობებს შორის როგორ აყალიბებს მიმართებას, ხო? ანუ მოკლედ რასელის პარადოქსი არის ესეთი, რომ შეიძლება თუ არა სიმრავლე შეიცავდეს საკუთარ თავს როგორც ელემენტს. და ეს უკვე პარადოქსულად გამოიყურება პირდაპირ, ხო? ყველანაირი პარადოქსის ჩამოყალიბების გარეშე. და მე გვთავაზობს, ანუ ესეთი მაგალითი შეგვიძლია რომ გქონდეს რა, რითიც რასელი პირდაპირ ანგრევს თვლიან ფრეგეს რაღაცა იმას რა ქვია, ფუნდამენტს, რაზეც ცდილობს რომ ფრეგემ ააგოს თვლიანი რაღაცა მათემატიკური ლოგიკა. ესე იგი, ყველაფრის რაც კატა არ არის, სიმრავლე თავად კატა არ არის, შესაბამისად ის საკუთარ თავს შეიცავს. იმიტომ რომ ყველაფერს რაც კატა არ არის, ეს არის პროპოზიცია, რომელიც მოგეხსენებათ კატა არ არის, ეს მარტივი არის და შესაბამისად ის საკუთარ თავს უნდა შეიცავდეს, ხო? მოკლედ, ფრეგეს ამ კანონიდან რა, basic law-დან გამომდინარეობს ის, რომ შესაძლებელია ისეთი სიმრავლების არსებობა, რომელიც საკუთარ თავს შეიცავს რა. და აქედან შემდგომში მივდივართ იქამდე, რომ მთლიანად ფეთქდება ეს სისტემა. და რატო? ანუ ამის პოპულარული მაგალითი არის დალაქის მაგალითი, პარიკმახერის, როგორც გინდათ ისე დაუძახით. ბარბერის. მოკლედ, წარმოიდგინეთ სოფელი და ბარბერი პარსავს ყველა იმ ადამიანს თავს, რომელიც თვითონ არ იპარსავს ამ თავს. და ჩდება კითხვა, იპარსავს თუ არა თვითონ ამ თავს რა. მოგეხსენებათ უკვე პარადოქსია, მორჩა, დეცო. საქმე იმაში არის, რომ მსგავსი ნიშნულობით, როდესაც აანალიზებ ამ სიმრავლეებს, როგორც ამას ფრეგი აკეთებდა, აწყდები მსგავსი სახის პარადოქსს. რომ შენ იღებ სიმრავლე, რომელიც შეიცავს საკუთარ თავს და მერე საკუთარ თავს თუ შეიცავს ეს სიმრავლე, მერე ეგეც პარადოქსს ქმნის და რომ არ შეიცავდეს ეგეც პარადოქსს ქმნის და შესაბამისად სიმრავლეების თლიანი ფრეგესეული ანალიზი გვენგრევა თავზე. შემდეგი სლაიდი ბატონო ავთანდილ. ხო, მე რამდენიც ვიწვალე იმისათვის, რომ AI-ს გაეკეთებინა ფრეგე როგორ ტირის, ან მაგის ფოტო. მაგდენი ალბათ არ უწვალია რასელს, რომ ეს წერილი მიეწერა ფრეგესთვის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ხან აკეთებდა ისეთ ფოტოს, სადაც ფრეგე არის და არ ტირის და ხან ისეთ ფოტოს, სადაც ვიღაც კაცი ტირის, მაგრამ ფრეგე არ არის რა. ხო და მოკლედ ესე იგი ფრეგე ამბობს ესეთ რაღაცას, რომ შემდგომში როცა რასელისგან ეს წერილი მიიღო, რითიც თავზე დაინგრა ყველაფერი, რომ მეცნიერი მწერლისთვის არაფერი იმაზე არასასრული, ვიდრე ნაშრომის დასრულებისას იმ საძირკველის ჩამოსვლა, რომელზეც მისი შენობა იყო აგებული. სწორედ ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენა ბერტრან რასელის წერილმა. საქმე იმაში არის, რომ
ბერტან რასელმა რა გააკეთა ამ ყველაფრით, ხო? ნუ ერთი ის რომ ფრეგი ატირა და მეორე ის, ნუ ფრეგი ატირა თან ფრეგი რო ატირა ეგეთი მარტივი ხო არ არის კაცი, ანალიზური ფილოსოფიის ფუძემდებელია ფაქტობრივად. და მეორე ის რომ დაგვინგრია ფრეგესეული მთლიანი ანალიზი. ფრეგესეული მთლიანი ანალიზი რო დაგვინგრია, მოიხსენებათ უკვე სიმრავლეებს შორის გვჭირდება ახალი სახის ანალიზი, რომელზეც ამ სლაიდ ამ ლექციაზე შეხვედრის პარალელში საერთოდ არ ვისაუბრებ, მაგრამ შემდგომში განვიხილავთ ახალ ვარიაციებს. ნუ ფაქტი ის არის, რომ როდესაც ფრეგეს ეს სიმრავლეების ამბავი ინგრევა, მთლიანი ეს სიმრავლეების კონცეფტი რჩება ისე ჰაერში გამოკიდებული, რომ ფაქტობრივად აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ხო. და ეს ძალიან ცუდი იყო იმ მომენტისათვის, ან ფაქტობრივად შექმნა რაღაც სახის мотиваცია ერთი მხრივ სიმრავლეები იყვლიონ და მეორე მხრივ წარმოიდგინეთ ყველა ის ფილოსოფოსი, რომელმაც უკვე სიმრავლეები გამოიყენა და უკვე ამ სიმრავლეს როგორც კონცეფტ შინაარსი საერთოდ აღარ აქვს და დარჩათ სისტემაში ისე უბრალოდ გამოყენებული ეს სიტყვა. ხო, სახალის მომენტია.